ყველანაირი შემეცნება, რაც უბრალო გახდები, მაშინ ხარ ბრძენი. აი სულ რო გაუბრალდები ყველანაირად აი საუბრიდან დაწყებული. აი იმდენად უბრალო, რომ აი გლეხიც რო მოგისმეს და ეს ჩვეულებრივი ამის. აი მაშინ ხარ მაგარი. და ადამიანებს მაგის ეშინიათ, რომ უბრალოდ არ ჩამთვალონ და ბოდავენ. ხო, ამიტომ ბოდვები არის, ხო? მე ვგრძნობ ამ ბოდვებს და სხვა შეიძლება ვერ იგრძნოს ახლა აი მარგველაშვილს ფილოსოფოს უწოდებს რიგითი ადამიანი, იმიტომ რომ ალაპარაკდება, აი ბოდიელს ვერ ხვდება. ჩვეულებრივად რო ალაპარაკდეს, ეს ადამიანი არ მიიღებს ამას. ჩვეულებრივად ლაპარაკობდა იესო და არ იღებდნენ. ძალიან პრიმიტიულ ენაზე იგავებდა, არ იღებდნენ აი მას, აი ელიტარული წრე ის და არ იღებდა. ხო, რელიგიური წრე არ იღებდა. იღებდა ვინ? ჩვეულებრივი გლეხები. და ამიტომ უნდა შევამოწმოთ რა ჩვენ. მიგიღებს ჩვეულებრივი ადამიანი, ჭკვიანი ხარ. შემოწმეთ თქვენი თავი, გადით გლეხებში. გადით ჩვეულებრივი ადამიანი, დაჟიქი ლაპარაკი. აი რომ მიგიღებს ის და გულწრფელად შეგიყვარებს, ჭკვიანი კაცი ხარ. და აქ კიდე არის საშინელი დისტანცირება ახლა. პარადოქსი ვლაპარაკობ, კიდე გამარტავ. ადამიანის ფსიქოლოგია მასების ისეა მოწყობილი, რომ ჩვენთან მაინც რაც უფრო გაუგებარი ხარ, მე თუ გავიგებ, შენი პრესტიჟი ეცემა ჩემ თვალში. თუ შენ გამაგებინებ, რასაც ლაპარაკობ, შენ ბრძენი აღარ ხარ, ჩემნაირი ხარ და ჩამოგწერ. ამიტომ ისე უნდა ილაპარაკო, მე არ უნდა გავიგო, რომ შენ პრესტიჟი აგიმაღლდეს. ჩვეულებრივადაც ესეა დღეს მასა, ხო? ამიტომ დიდი სამუშაოებია საჭირო ჩასატარებელი, რომ ცოდნა რა არის ჯერ აქედან უნდა დავიწყოთ. რატომ არის ესე, რომ ერთმანეთს ხელს უწყობენ? მე ესე იგი მიწყობს ხელს, ჩემ ბოდიალი, მე ბოდიალი ჩემი თვითმიზანი კი არ არის. მე რო არ ვიბოდიალო, შენ ჭკვიანად მე არ ჩამთვლი. სიმბოლურად ვაპარაკო ბოდიალი ხო იცით რას უწოდებ. გავუგებ, აი მასას არ ესმის, ხო? ვთქვათ, აი გამოვიდა მაისურაძე და მასას არ ესმის ეს რას ლაპარაკობს. გაუგებარია, რაღაც გარკვეული წრე ვითომ გებულობ, ეგეც ხო ისი არის. ძმაკაცები ისინიც დაცინიან. ჩვენთან ეგეც დავაფიქსირე მე. და ერთმანეთს არ უსმენენ. გულყრაკთ რა. ბრძენი რო გამოჩნდა კიდევ მეორებ და გაღიაროს მასამ. გასაგებ ენაზე არ უნდა ილაპარაკო. თორე ჩამოგწერენ. აი ესეთი მენტალიტეტი. დასავლეთში ესე არ არის. დასავლეთში თუ ვერ გამაგებინე ჩამოგწერენ. ამიტომ არის დასავლეთში უბრალო არის პრეზიდენტი ლაპარაკში. აუდიტორიაში ლექტორი არის ისეთი უბრალო არის, ისეთი გასაგებია. აი გითხრათ ლენოქსის წიგნები. წაიკითხეთ ნებისმიერი ინგლისური ენოვარი ლიტერატურა, გარდა რაღაცა თავკომბალა მარქსისტებისა, ხო? თუნდაც აი მარქსისტული ლიტერატურაც რო წამიგითხია მე, უკვე დასავლური, გელაპარაკები იქიდან გავიგე მარქსიზმი. დასავლეთი ამით არის განსხვავებული. უბრალო არის რიგითი ადამიანი, უბრალო არის ბიზნესმენი, შარვალ გამოხეული მოვა მილიონების პატრონი. გასაგებ რაც იციან, გასაგებად ლაპარაკობენ. არასოდეს არ ლაპარაკობენ, რაც არ იციან. ქართველი ყველაფერზე ლაპარაკობს და არაფერი არ იცის არა რო დაუსვა არ ესმის თვითონით და რატომ არის რომ თუ ოდნავ შენ გონიერი ადამიანი მაინც ხარ და კითხვა დასვი როგორ გაფრაზებული არიან ძე ვერ გაიგე დებილი ხარ და ხო არ მინდა დებილი მიძახო ხო გავიგე უკანტურებ თავს კი და მეც კი და სუ კი არის ჩვენი ლაპარაკები ხო